გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, გიბრუნდებით პაუზის შემდეგ განახლებული ახალი იდეებით და დასვენებული. გაზაფხულზე ძალიან დიდ დროს ვატარებ ბუნებაში და ჩემს ბაღში. თუ ჩემს არხს ყურადღებას აქცევთ, ნახავდით, რომ ძალიან ხშირად ვარ აქაურ ძალიან ლამაზ ტყეებში და ბევრი საქმე მაქვს და ძალიან ვზრუნავ ჩემს ბაღზე. და აი ამ ბაღთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ეს ბაღი არის ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის წყარო. და მე მიმაჩნია, მიუხედავად ეხლა დაღლილი ხელებისა და აქეთი ნაკაწრებისა, რომელიც ხელთათმანების მიუხედავად მაინც ხდება და სხვათა შორის საქართველოდან წამოღებული ხან რომელი მალამოდ, აი ეხლა ეს მწვანე მალამო მაქვს და ყოველთვის რაღაც მომაქვს, რომელიც მომწონს და მშველის, აი მიუხედავად დაღლილობისა კიდევ მიმაჩნია დიდ პრივილეგიად. ისე რომ აი წლების წინ ჩემ ბაღზე დავპოსტეთ ჩემმა ერთმა მანდ ასპირანტურის ყოფილმა ამხანაგმა კოლეგამ დაინახა ეს ბაღი, შემიქო და ძალიან გაიოცა, რომ ჩამეკითხა და უპასუხა, რომ მე ვზრუნავ ამ ბაღზე. ალბათ ვართ იმ წარმოდგენის ხიბლში, რომ თუ ვიღაცა ცხოვრობს ევროპულ ქალაქში, უკვე 30 წელიწადია ლამის და საკუთარი სახლი შეძენა მოახერხა, უმეტესად რაღაც დატვირთვა აქვს ყოველთვის ამ სახლს და ჩვენ სახლზეც ასე არის ეს კრედიტს გულისხმობ. მიუხედავად ამისა, ადამიანი ფიქრობს, რომ აი ალბათ ვიღაც ეხმარება. რასაკვირველია, არსებობენ მებაღეობები. რასაკვირველია, არსებობენ ადამიანები. მაგრამ აი ეს გერმანიაში ეს არის ორგანიზაციის და ძალიან ესეთი რაღაც რა თუ ვიღაცა შავად დაასაქმებ, ну არ იცი შენ რა შედეგს მიიღებ. თუ და თანაც უნდა ფრთხილად იყო, იმიტომ აქ შეიძლება ადამიანი შემოგაკვდეს და ნაკლები პრობლემა შეგექმნას, ვიდრე საფინანსოსთან ურთიერთობა გაგიფუჭდეს და რაღაც პრობლემა ქონდეს, აი იქ ძალიან სერიოზული შედეგები ექნება აი ამ პრობლემას. მეორე ვარიანტი არის ის, რომ ვინც სპეციალისტია, ნიშნავს, რომ ის აუსბილდუნგი გააკეთა, მისი საათობრივი ანაზღაურება იწყება უკვე 40 ევროდან. პლუს 19% პლუს შენთან მოსვლა, რასაკვირველია, მებაღე მოდის ჩვენთან, მაგრამ მოდის, როცა ეს არის აუცილებელი. სხვანაირად მისი მომსახურების გადახდა შეუძლებელი არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ სულ ერთია როგორი კარგი ხელფასი გაქვს, შენ საბოლოოდ გრჩება ამ ბრუტოს რო ვეძახით, აი გადასახადებიდან და რასაც ისეც გავალდებულებს სახელმწიფო დაახლოებით ნახევარით, ნუ წარმოიდგინო. ასე რომ ერთი მხრივ ეს არის ფინანსური და ორგანიზაციის პრობლემა, იმიტომ ნაკლები ადამიანები არიან მე რომ მოინდომოთ შეიძლება ვერც ნახოთ. და მეორე არის ის, რომ აი ამ პრივილეგირებულ სამუშაოს ჩემს უსაყვარლეს მცენარეებთან სხვას ვერ მივუშვებ. მე მინდა რომ მათთან ურთიერთობით მე თვითონ გავიხარო და ეს არის ჩემთვის რაღაც აი მედიტატიური ძალიან სასიამოვნო ღრმა პროცესი, ყველაზე კარგი იდეები მომდის ბაღში. ხანდახან ვფიქრობ რაღაც ფსიქოლოგიურ პრობლემაზე, ხომ არის რთული შემთხვევები, რომ აი ვერ ხსნი უცებ და ჭირდება დაფიქრება, რომ დაფიქრდები კიდე მაშინაც შეიძლება ვერ მიიღო პასუხი. აი ყოველგვარი განზრახვის გარეშე და ესე დაფიქრების გარეშე სარეველის
გამარგვლის ჩემი ყვავილების სარეველისაგან განთავისუფლების დროს შეიძლება სწორედ ის პასუხი მომივიდეს, რომელიც მჭირდება დიდი ალბათობით. და სუფთა ჰაერზე ყოფნა, ჩემს ბაღში ყოფნა არის ჩემთვის უდიდესი სიამოვნება, მაგრამ აი რომ ეთქვათ მაშინ, როცა მე ჩემი მშობლების სახლში ვცხოვრობდი, რომ შენ გაიზრდები და აი მიწასთან მუშაობით ძალიან დიდ სიამოვნებას ნახავ და სტრესსაც მოიხსნი და ეს შენ ძალიან მოგეწონება. არ დავეჯერებდი. იმიტომ რომ მე როგორც მახსოვს მიწასთან მუშაობა თუნდაც თავის პატარა ბაღში რაღაც არ ითვლებოდა რაღაც პრივილეგიად კი არა, აი რაღაც შეიძლება ადამიანი შეიძლება შექცოდებოდა. ყველას უნდოდა ეს ამ კორპუსის რაღაცა ბინაში, ჩემს აი დაბაშიც კი, რომ ეს იულია ცხოვრება, რომ ეს იქ რაღაც ტალახი არ არის, მოკლედ მარტივია ცხოვრება. ხო, და აი არ მახსოვს მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან დაკვირვებული ვიყავი, რომ აი ვინმეს შემენიშნა ან ეთქვა, თან სადღაც წამეკითხა, რომ მიწას სცენარებს ეფერებიან გარდა ჯარისკაცის მამის იმ ძალიან ცნობილი სცენისა, რომელიც მართლა ძალიან ისეთი სულის შემძვრელი სცენა არის. მაგრამ აი ახლა მე ვიტყვი, რომ თითოეულ ჩვენთაგანში აი ეს მიმღებლობა, აი თუ რა მიგვაჩნია ჩვენ პოზიტიურად, რა შეაფასა ჩვენმა ქვეცნობიერში რა არის ეს ჩადებული და დადებით შეფასება არის ჩადებული აი ასეთი მუშაობის მიმართ თუ ეხება ეს ყველა სფეროს, აი ამაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქმედებები და გეტყვით, რომ მე როცა კითხვა ვისწავლე, ძალიან შემიყვარდა წიგნები, ძალიან ბევრს ვკითხულობდი და მამას ჰქონდა ბევრი წიგნები, ახლებიც მოჰქონდა, მაგრამ იყო ზოგი იცით როგორ გაქუცული წიგნი ყრის გარეშე და მე ყველაფერს ვკითხულობდი, მე გვიან გავიგერო თურმე ის მე გაქუცულებში რამდენიმე ძალიან ცნობილი კლასიკაცი იყო და ჩემთვის მაშინ ავტორს მნიშვნელობა არ ჰქონდა, მე ვკითხულობდი შინაარს. და მახსოვს, რომ რამდენიმე წიგნში იყო აღწერილი ინგლისის, უფრო სამხრეთი ინგლისის ცხოვრება. ეს იყო რაღაც სხვა ისტორიებში თუ რომანები და მე აგატა კრისტის წიგნებში. და აქ იყო ასეთი დაახლოებით ასეთი სქემა, რომ ვიღაცა ყიდულობს ბინას რაღაც პატარა ქალაქში და ამ სახლს აქვს ბაღი და მოდის მებაღე, მაგრამ ეს ქალი მუშაობს და იქ მეზობლების მუშაობენ ბაღში და მაშინ მახსოვს, რომ ცოტა გაოცებული ვიყავი, რომ რატომ მუშაობს ეს ქალი თუ არ არის აუცილებელი თუ მებაღე მოდის. აი ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ მე როგორც აკრეფილი მქონდა ბაღში მუშაობა რამე პრივილეგია და პოზიტიურად არ მიმაჩნდა, მიკვირდა, რატომ მუშაობს ამ ნაწარმოების ერთ-ერთი გმირი, რატომ გამოდის ბაღში, რატომ რგავს ამ სცენარეს, როცა მას შეუძლია მებაღეს დაელოდოს. და ეს რომ საერთო კულტურას მიეკუთვნება და ცნობილი არის, რომ მაგალითად წაკითხული მაქვს, რომ კატრინ დენიუს ნათქვამი აქვს, რომ ჩემი ერთადერთი ფიტნესი არისო ბაღში მუშაობაო და ესე ვინ არჩუნებო ჩემს ჯანმრთელობას და განწყობასო, ეს რომ თქვა, წაკითხული მაქვს, შეიძლება მე შეიცვალა ეს აზრი და სტუდიოში, ფიტნეს სტუდიოშიც დადის, ეს უკვე აღარ ვიცი. აი ეს ეთყობა მიეკუთვნება რიგ კულტურებში ჩვეულებრივობას, ან შეიძლება ითქვას პრივილეგირებულ ყოფას, იმიტომ რომ შენ გაქვს ნაკვეთი, შენ გაქვს ბაღი.
და მაშინ ეს ასე არ იყო, მაგრამ როდესაც იცი ერთხელ წავიკითხე, ორჯერ მომხვდა თვალში უკვე, მესამე ჩემ თავს კითხვა დაუსვიდა, რადგანაც ის სიტუაცია მე მომწონდა იქ და ისე იყო აღწერილი, რომ რაღაც ძალიან პოზიტიურად სასიამოვნო დააღვიქვია, დეტალები არ მახსოვს, მაგრამ მე ჩამომიყალიბ და აქედან გამომდინარე აზრი, რომ ბაღში მუშაობა არის რაღაცა ეთყობა კარგი რამე. რაც ჩემთვის მართალია იმ მომენტში გაუგებარია, მაგრამ არსებობს ასეთი რამეც. და შემდეგ აქ ყოფნისას ჩვენ სანამ ეს ამ სახლს ვიყიდით, ცხოვრობდით კორპუსის ბინაში, დაქირავებულ ბინაში და ჩვენთან ახლოს, აქვე ახლოს იყო პატარა მებაღეობები არის, შხება გართენს ეძახიან, ვინც გერმანიაში ცხოვრობს, იმან იცის ეს სიტყვა და პატარ-პატარა ბაღები არის და ქირაობ. წელიწადში რაღაც გადასახადს უხდი, ან ეკლესიას აქვს, ან სახელმწიფოს და მართლა ძალიან თავისი წესდებით, თავისი წესრიგით, მართლა ძალიან ისეთი პატარა ოაზისები არის ქალაქთან ახლოს, ან ხან კიდე შიგ შუაგულ ქალაქში. უყვარს გერმანელ ადამიანს ბაღთან და მიწასთან ურთიერთობა და ეს ნიშნავს, რომ შენ თუ ვერ ყიდულობ ნაკვეთს, შენ შეგიძლია ეს დაიქირაო და შეიძლება გექნება ეს მთელი სიცოცხლე. გასაკვირველია გარდა იმ შემთხვევისა, რაც მოხდა, აი სადაც ქონდა იქ მერე ქალაქის საკუთრება იყო და მერე გააუქმეს ეს ხელშეკრულებები, ყველას მოუწია დატოვებამ, თავის ბაღის დატოვებამ და ზოგს საკმაოდ სერიოზული თანხები ჰქონდა იქ ჩადებული, იმას არავინ აუნაზღაურებდა, იმიტომ შენ როგორც მე მივხვდი, შესაძლებელია კი სხვანაირადაც მოხდა, მაგრამ ჩემი ცოდნით ვიცი, რომ ეს შენი რისკი არის, რადგან ეს როდისღაც შეიძლება ეკლესიას ან სახელმწიფოს შეიძლება დაჭირდეს. მოკლედ, ჩვენ ქონდა ერთი პატარა ნაკვეთი, ვისაც მანამდე ჰქონდა, დარგული ჰქონდა ჟასმინის, ალუბლის ხეები, უამრავი ტულპანები იყო და ძალიან ისეთი ცოცხალი ღობიც მყუდროდ ჰქონდა გაკეთებული და ჩვენ საქანელე შევიძინეთ, ჩამოვუკიდეთ ლილის ხეზე საქანელა, ტრამპოლინი, ჩემმა ქმარმა სათბურის ჩადგა, კაქტეები აქვს და კაქტეები შეუკვეთა და ჰქონდა ამ სათბურში და მეც დასაჯდომით აბეჭით შევიცინეთ. ერთხელ მახსოვს, რომ მოვედი ძალიან გადაკანცული სამსახურიდან, ფიზიკურად და ფსიქიკურად. ჩვენ ხშირად გვყავდა რთულზე რთული ჯგუფები და ძალიან ესეთი რთული მონაწილეები. რასაკვირველია, დილიდან 8 საათიდან 15 საათამდე ჯგუფებში, სხვადასხვა ჯგუფებში სემინარები, ეს არის ძალიან სერიოზული დატვირთვა ყველანაირად. რომ მოვედი, ჩემ შვილს მეგობარი გამოჰყოლოდა სკოლიდან და მთხოვეს, რომ ბაღში წამეყვანა. იქვე ახლოს იყო, მაგრამ მაინც მაშინ მარტო არ უშევდი, უნდა გაგეღო შესულიყავი გასაღებით ტერიტორიაზე და ასევე ბაღიც იყო ჩაკეტილი კლიტით. იძულებული გავხდი წავედი და ეხლა ესენი აქ ტრამპოლინზე, საქანელაზე თამაშობენ, მხიარულობენ და მე მახსოვს, რომ რაღაც დასასვენებლად დავჯექი. იცით რა, ისე უცებ ვიგრძენი, დაღლილობის ისეთი გაქრობა, რომ მახსოვს, რომ მე წამოვხდი და დავიწყე იქ რაღაც საქმეებიც გავაკეთე, ყვავილებსაც მივხედე, როგორც შემეძლო, მაშინ ბევრი რამე არ ვიცოდი. და გაოცებული დავბრუნდი მერე ბავშვებთან ერთად, რადგან დავასკვენი, რომ აი ის თავში ეს რაღაცის და დაძაბულობა, ქაოსი შეგრძნება გამიქრა. ფიზიკურად კი გრძნობდი დაღლილობას, მაგრამ სულ განწყობით წამოვედი. და ეს ჩემ მეუღლესაც მოუყევი და იმის შემდეგ თუ ასეთი რთული დღე მქონდა, როგორც შემეძლო, ხან პირდაპირ მივდიოდი ბაღში, იმიტომ ჩვენთან ახლოს იყო და ველოსიპედით უცებ ვიყავი იქ. და აი ეს
რომ დავაფიქსირება ეს სტრესს მიხსნის და სიამოვნებს. იყო ჩემთვის აღმოჩენა. და იმ აღმოჩენას რომ მივყევი თქვენ, ხედავთ მე შემხვდა ჩვენ შევხვდა ესეთი ლამაზი ბაღი და რა ვიცი თუ მე მგონია რომ საინტერესო იქნება თუ ჩემს ფსიქოლოგიურ თემასაც უკავშირდება, თუ როგორ შევიხვედრე ეს ლამაზ ბაღიანი სახლი. მანამდე კი მინდა ერთი რამის თქმა, სანამ ამ ისტორიას მოვყვები, რომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ქართველების არქეტიპები შეიცვალნენ ძალიან. რატომ ეცით, რომ მგონია, რომ ადრე იყო უფრო მიწათმოქმედი და ოსტატი, თუნდაც ის იარაღებს დამზადება ჭირდებოდათ, ამისათვის ოსტატობაა საჭირო და მიწასთან მუშაობა. და ეხლა ყავს, ესე იგი ნიშნავს, რომ ოსტატი და აპოლონი იყო ძალიან ძლიერად ჩვენში. და ეხლა კი ყავს ჰერმესი და დიონისე, ბახუსის ღმერთი და ჰერმესი, რომელიც სულ მოძრაობაში არის. და გულს ყველაფერი იცის, ბევრი რამე იცის, ძალიან აზრიანია, ძალიან ინოვატიურია, მაგრამ აი ესეთი გულის დადება, რასაც უნდა დიდხანს ფიკუსის გაჩერება, ეს უჭირს. და აი ჩემი დაკვირვება არის და თუ თქვენ სხვა აზრი გაქვთ, გადამარწმუნეთ, ძალიან საინტერესო იქნება თუ სხვანაირად ფიქრობთ. და ეხლა მინდა რომ მოგიყვეთ ის ისტორია თუ როგორ შევიხვედრე ეს ლამაზ ბაღიანი სახლი. ჩვენ ცხოვრობდით დაქირავებულ ბინაში და ჩემი მეუღლე მეუბნებოდა მე რომ უნდა გვეყიდა სახლი, რადგან როგორც წინა ვიდეოში რომელიღაც ვიდეოში გერმანიაზე მოგახსენეთ ვლაპარაკობ პენსიაზე და მე გითხარით რომ რადგან ფონდში არ გადამიხდია და თუ ფონდში არ გადაიხადე პენსიის რაოდენობა თუ სიდიდე დამოკიდებულია მაგაზე და ჩემი კიდე წარმოვადგინე 244 ევრო სუმპირდებიან რომ პენსია მომცენ, იმიტომ არ გადამიხდია ფონდში და აქ ამაზე არის დამოკიდებული. და მაშინ იყო ამაზე საუბარი, რომ აი რა როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ეს და იქ მირჩიეს რომ ისეთ უკვე ისე გვიან იწყებთ რომ ეს უნდა აქ გერმანიაში ესე აგებული უნდა დაიწყო როგორც კი სკოლას დაამთავრებ აუსბილდუნგში პატარა ასე თანხებს კი იხდი მაშინ მაგრამ აი ესე ნელ-ნელა აი ამ თანამიმდევრობაზე აგებული ეს აქაური პენსიის სისტემა. არ უნდა კონდეს ჩავარდნები, რომ მაგალითად რამდენიმე თვე არ გადაიხადო, ეს არ არის კარგი, პუნქტებზე აგებული, ცოტა ჩემი აზრით ცოტა რთული სისტემა არის და ამავე დროს არ არის არც სამართლიანი სისტემა და ფაქტიურად ადამიანი ზოგადად იღებს აქ თავისი ხელფასის აი რაღაც 50% და დაბალია ევროპის მასშტაბებთან შედარებით. და ჩემი მეუღლე იყო იმ აზრის, რომ რადგანაც მე პენსია არ მაქვს და ახლა ყოველ შემთხვევაში უკვე აღარაფერი აღარ ეშველება, უნდა ჩვენ შევიძინოთ სახლი, რომ არ დაგვჭირდეს ქირის გადახდა, როცა მოვხუცდებით. და რამდენიმე სახლი ტერმინი გააკეთა და წავედით სანახავად და იცით, აქ არის სახლები აი ასეთი სახურავით. თან პატარა სახლია. ეს ნიშნავს, რომ გამოძრავდები ოთახში და ჩვენ ერთი პერიოდი ცხოვრობთ მე ასეთ დაქირავებულ ბინაში, სულ თავი მეჯახუნებოდა ამ დაცერებულ კედლებზე. ჩემთვის ეს არის ჯერ რაღაც სივიწროვის შეგრძნება და ესეთ სახლები არ მომწონს. არა და აქ უყვართ. და ამბობენ რომ ყუდროა ჩემს მეუღლესაც მოწონს. მოკლედ ამ სახლებს ვიწუნებდი და თან ეს ბანკის კრედიტის ეს ვალის ამბავი რაღაცნაირად არ მომწონდა, აი რაღაც მქონდა შინაგანი წინაღობა. და მისაყვედურად ჩემმა მეუღლემ მიხვდა რომ მე დიდი ინტერესით არ ვიყავი აქ ამაზე და ფოკუსირებული და აი ერთ დღეს უნდა წავიდეთ ერთად
სათხარც და ველოდები და არის ეს ადგილობრივი გაზეთი, რომელსაც ვიწერდით და ის ჩავიხედე მოწყენილობისგან, დავინახე პატარა განცხადება. ეს განცხადება იყო ძალიან პატარა, ალბათ ზოგაფულს, რაც შეიძლება ნაკლები სიტყვებით დაწეროს და ტელეფონი იყო მითითებული და სახლის გაყიდვაზე. და იქვე ახლო სადაც ცხოვრობდით. და ვიფიქრე, მოდი ვეტყვი ჩემს მეუღლეს და რომ ეს საყვედურები აღარ მითხრას, რომ მეც ვცდილობ. დარეკა იმ დღესვე იყო საშუალება იმ ჩვენ რომ მოვიდოდით სახლში, შეგვიძლია პირდაპირ წასვლა, მოვედით აქ, გაიღო კარი მოხუცებულმა ქალბატონმა გაგვიღო კარი და მაშინ მე გთხოვა რომ რაღაც პლასმასის ცელოფანის ერთჯერადები ფეხსაცმელებზე ამოგვეცვა, ესეც მე სიამოვნა, მივხვდი რომ სისუფთავის დიდი მოყვარული იყო, შემოვედით და ამ მისაღებ ოთახს აქვს თელ სიგანეზე ფანჯარა და თანაც უზარმაზარი მინა ყოველგვარ დაყოფის გარეშე და ეს ხდის, თითქოს ბაღში ხარ თუ კარგად გაწმენდილი არის. და იმ დროს ყვაოდნენ ვარდები. ამ ქალბატონს ჰქონდა ბაღი, წარმოუდგენელ ლამაზ ფორმაში, ბაღის ფორმა არ შემიცვლია, რიგი რაღაცები კი შევცვალე, მაგრამ როგორც იყო ისე დარჩა, იგივე გუბურით იქ ფანტანი არ ქონდა, ხო? მე ჩავდგე ეს ფანტანი და რომ შემოვედით და ეს ბაღი ეს შემოგვეგება, მე და ჩემო მეუღლემ ერთმანეთს გადავხედეთ. იმ მომენტში იყო გადაწყვეტილი, რომ ესე იგი ეს მოწონება ბევრად დიდი იყო, ვიდრე ჩემი შიში დავარქვათ თუ რიდი ამ ბანკის კრედიტის მიმართ და ასე შევიძინეთ ეს სახლი და მე ვხუმრობდით, რომ მე ჩავიხედე ერთადერთხელ და ისიც შემთხვევით დროის გაყვანის მიზნით და ესე ნახეთ ჩვენი სახლი, რომელშიც ვცხოვრობ და რომლის მიმართაც მე არქეტიპულად ჩემთვის სახლი არის ჩემი ტაძარი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და მე ვარ აქ დიასახლისი, მაქვს რაღაცა განსაკუთრებულობები, არ მიყვარს როცა ამ ჩემს სახლში ვიღაც რაღაცას ისეც აკეთებს, რაც ჩემთან არ არის შეთანხმებული, ძალიან ესეთი მზრუნველობით და სათუთად ვეპყრობი სახლს წლების შემდეგ, დასაწყისში იმდენად ვერა, მაგრამ ესეც გავითამისე და ესეც არის ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი საკუთარი თავის მიმართ. ესეც, იცით, ესე ვფიქრობ, რომ ესეც იყო ჩემი პიროვნული განვითარების შედეგი და იმის შემდეგ, რაც მე დავუწყე ამ სახლს ისეთი მზრუნველობით მოქცევა, როგორც ბაღს დასაწყისში, ადრე ხან ჭიანჭველები ამოდიოდნენ, ხან რა პრობლემა იყო, ხან რა ეს პრობლემები რაღაცნაირად დალაგდნენ, შემცირდნენ სულ მაწვალებდა პირველ წლებში, ხან წყალი ჩამოვიდა, ხან რა პრობლემა შეიქმნა, ხან თაგვი შემოძვრა. ამის თქმა მინდა, რომ სულ ერთია ჩვენ, რასთან გვაქვს ურთიერთობა, თუ კომპიუტერია, სახლია, სამსახურია, ბაღია, ურთიერთობები ადამიანებთან, ყველაფერს სჭირდება ზრუნვა, სიყვარულით და რასაც გასცემ შენია. ეს არის უნივერსალური ახსნა იმ ცხოვრებისა, რაც ჩვენ გვაქვს. და მიწასთან ურთიერთობა კი, ამას მე მივხვდი, მას შემდეგ რაც ჩიკონგში და კიდევ სხვა მედიტაციურ ტექნიკებში ვისწავლე ეგრეთ წოდებული დამიწების ხელოვნება, რომ შენ წარმოიდგენ, რომ როგორც ხეს აქვს ძლიერი ფესვები, ესეთი ფესვები გაქვს და ამ ფესვებით ხარ დაკავშირებული დედამიწასთან და ამ სავარჯიშოს გაკეთების დროს, რომელიც ხან არის როგორც ესეთი მედიტაცია, შეიძლება გაკეთდეს ჯდომარე, შეიძლება გაკეთდეს ასევე სიარულის დროს, ადამიანები
გრძნობენ თავს სტაბილურად, დასტაბილურებულად და იცით ასეთი რამე, ასეთ დაკვირვება მაქვს გაკეთებული დასაწყისში ჩემი მეუღლე რომ დამერწმუნებინა, რომ აი ამას აზრი აქვს, რომ ეს თუნდაც მოკლედროით გააკეთო, შედეგს იძლევა. ჩვენი ტყეში სეირნობის დროს ვეტყოდი, რომ აი ნახე რა მოდით ფეხზე რამდენხანს გაჩერდებით, თქვა ავირჩევდით მარცხენა ფეხს და აი ნუ რამდენი ხანი დავინიშნავდით დროს. და შემდეგ ტყეში სეირნობის დროს ვთხოვდი, რომ აი ეს რასაც ვეუბნებოდი, რომ აი მომყოლოდა აი ამ ვარჯიშის დროს წარმოდგენით ვარჯიში არის. და შემდეგ აღმოაჩენდა, რომ მას შეუძლია ბალანსირება ცალფეხზე ბევრად უფრო დიდი ხნის განმავლობაში. ადამიანი, რომელიც ძალიან რაციონალურად არის აწყობილი, მას ესეთი მტკიცებულებები, შედეგები აუცილებლად ჭირდება, რადგან ის ამით იჯერებს, რომ აუ ნახე, ესე იგი შედეგი დადო, ესე იგი სხვაგანაც ის შედეგი მარტო ბალანსირებას არ შეეხება, მაგრამ აი ამ ბალანსირებაზე შედეგი მას არწმუნებს, რომ ესე იგი სხვა სფეროშიც დადებს აი ამის წარმოდგენა შედეგს და იცით ამის თქმა მინდა რომ ეზოში მუშაობით თუ ჩვენ ამას ესეთ გაცნობიერებულად ვაკეთებთ, უკვე ჩვენ და უნებურად აი ამ წარმოდგენითი ვარჯიშის გარეშეც უკვე ვართ ისეთ ურთიერთობაში მიწასთან, რომ ჩვენი სტრესის განეიტრალება ხდება და აი იმედი მაქვს, რომ ჩემს სმენელში ბაღის მოყვარულები არიან, რომლებიც დამიდასტურებენ, რომ თუ წნეხის გარეშე მუშაობ, აი შენი ტემპით მუშაობ ბაღში ან ბოსტანში, რომ ეს ძალიან ესე იგი დადებით ძალიან პოზიტიურ შეგრძნებას იძლევა და თუ მანამდე ადამიანი იყო რაღაცის გამო ძალიან ახელვებული შფოთვებში, რაღაცამ ძალიან შეაწუხა, ემოციურ ციხში შეიყვანა, აი აუცილებლად შეამჩნევდა, რომ ამ მუშაობის შემდეგ უკვე სიმსუბუქე და შეიძლება ახლა ეს პრობლემა არ გადაწყდა, მაგრამ უკვე გარკვეულწილად გულზე მოშვებულია და აი ამ მოძრაობებით კიდევ თვითონ სხეულიდანაც გამოდის ეს დაძაბულობა. აი ახლა ამ ბაღზე ესე ვილაპარაკე და მინდა რომ მეც დავამთავრო, რომ როგორც ვატყობ ჩვენი დედამიწის არსებობის ისტორიაში იყო ყოველთვის რომ ცივილიზაციები იქმნებოდა და შემდეგ ეს ცივილიზაციები რაღაცა სერიოზული კატაკლიზმების თუ მოვლენების გამო ისინი ისპობოდნენ, იცვლებოდნენ, ნუ უკვე ფიქრობ, რომ რაც ვიცით, იმის დამადასტურებელია, რომ მაღალგანვითარებული ცივილიზაციები ქრებოდნენ. მე ვფიქრობ, რომ ეხლა ესეთი ცხოვრება მოდის, რომ სოფელს და სოფელს მხოლოდ დადებითი დატვირთვა აქვს ჩემთვის, უფრო მეტი და მეტი ღირებულება მიეცემა. და თუნდაც წარმოვიდგინოთ ის, რომ მხოლოდ მაშინ, როცა შენ საკუთარ ნაკვეთში გაქვს ხილია თუ ბოსტნეული, მხოლოდ მაშინ შეგიძლია და 100% დარწმუნებული იყო, თუ ამ ხილს და ბოსტნეულში რა არის რითი დატვირთვე. მე ეკოლოგიური ბაღი მაქვს, მე ჩემს ხეებს და ჩემს ულამაზეს უზარმაზარ ვაშლებს არანაირი ქიმია არ აქვთ. ის კი არა, კირითაც არ ვათეთრებ, აქ არიციან და ნუ მაგასაც არ ვაკეთებ, მაგრამ მიწას აი ეს კომპოსტს ვაკეთებ და კიდევ სასუქს ბალახისაგან ვამზადებ, იმას ვაძლევ, ვეფერები, კარგად ვექცევი, გასხლა უნდა და შესაბამისად ისინი ძალიან მასაც უქრებენ. ისე რომ შეიძლება ბაღის ასევე ეკოლოგიურად გაცხოლა და აი ეს მე მგონი რომ ჩვენ საქართველები უნდა დაუბრუნდეთ
აი ამ მიწის სიყვარულს, რომელიც ადრე აუცილებლად იყო და ეხლა ჩემი აზრით ძალიან მცირე ნაწილში არის. და იმედი არის, რომ ხანდახან აქ ეს ამ სწორი გზის არჩევა ხდება რაღაცა რთული სიტუაციის შექმნით, რაღაც აუცილებლობიდან გამომდინარე და ამიტომაც ამ აუცილებლობებსაც, ამ რთულ სიტუაციებსაც აქვს თავიანთი პოზიტიური დატვირთვა და ფიქრობ, რომ ეს მხოლოდ დროის ამბავი არის, როცა მოვა ის დრო, რომ ჩვენ ყველანი დიდ პრივილეგიად მივიჩნევთ მიწის ქონას და მიწასთან მუშაობის საშუალებას. მაინტერესებს თქვენი აზრი, დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ.